ვნახოთ 51 დავალება, 4-ქულიანი ტესტი, მიმდინარე ეროვნულის მეორე ვარიანტში. იპოვეთ m და n ნატურალურ რიცხვთა ყველა ისეთი წყვილი, რომელიც დააკმაყოფილებს აი ამ ტოლობას და არა უტოლობას. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა, რომ რიცხველი აუცილებლად უნდა იყოს ნულის ტოლი, რადგან ნიშნელი ერთი რომ იგი ნულის ტოლი ვერ გახდება, ნიშნელის თვისებიდან გამომდინარე და მეორე რომ ის მეტია აუცილებლად მეტია ნულზე. ფესქვეშა გამოსახულება და მისი ნულზე ნაკლებობა დაუშვებელია. ეხლა მე გავაკეთე ესეთი მარტივი რაღაც და ამოვხსენი განტოლება m-ის მიმართ. ანუ მივიჩნიე რომ ეს მიღებული პრაქტიკა 11m კვადრატს პლუს 5m და მინუს 6m კვადრატი, როგორც ორ უცნობიანი განტოლება, რაღაც მიმართებები აღიწერება მათ შორის. აი x და y რო ყოფილიყო, უფრო თვალსაჩინოდ შეგვეძლო წარმოგვედგინა საკოორდინატო სიბრტყეზე მათ შორის მიმართებები, რომელიც უნდა ითქვას, რომ არის პარაბოლოიდური დამოკიდებულების. ანუ თუ m x იქნებოდა და ჩვენს წარმოსახმაში y n-ი, მაშინ ვიღებდით ასეთ რამის, რომ დისკრიმინანტი ჩვეულებრივად აქედან შეგვიძლია რომ ამოვიღოთ და მართლაც ეს არის 25 დამატებული 44 ჯერ 6. წესით უნდა ამოვიდეს დისკრიმინანტი, სხვა შემთხვევაში m-ი ვერ მიიღებდა რაციონალურ რიცხვს და ის იქნებოდა ფესვით წარმოდგენილი, თუმცა აქ მიწერია როგორც პარაბოლას აქვს ორი ფესვი, ასევე პირველი ფესვი გამოისახება ფორმულით 6n შეფარდებული 11-თან და მინუს n. უბრალოდ აქ მე გაშლად აღარ დავწერებ, თქვა იქ დისკრიმინანტის ამოხსნა, ფესვის ფორმულა მინუს b პლუს მინუს ფესვი d-დან შეფარდებული 200-თან. ეს ყველაფერი მოიჭრა და m უდრის 6n შეფარდებული 11-თან და მეორე პასუხი მინუს n. რადგან პირობა ითხოვს მხოლოდ ნატურალურ რიცხვთა ყველა წყვილს, აქ ამბობს, რომ თუ m დადებითიაო, n უარყოფითია. ანუ ეს პასუხი საერთოდ აღარ მადგება არაფერში და უსარგებლოა. და აქედან გამომდინარე ვიყენებ მხოლოდ პირველ ფორმულას და ვეძებთ ყველა ისეთ წყვილს, რომელიც ამ პირობას დააკმაყოფილებს. კერძოდ, როცა n-ი არის 1 მაგალითისთვის, მე ვერ მივიღებ m-ს ნატურალურ რიცხვს. ის არც მთელი იქნება. ამიტომაც ვეძებ და ჩავსვათ მოდი 11, იმიტომ რომ თუ კი n-ი ტოლი იქნება 11-ის, n იქნება 11-ის, შესაბამისად m-ი გაუტოლდება 11 და 11 უნდა შეიკვეცოს და m-ი იქნება 6-ის ტოლი. ანუ ეს ყველა მიზეზის გარეშე ძალიან კარგი წყვილია. ოღონდ მან უნდა გაიაროს აი ეს ტესტი. ხშირად რო ვთქვათ, ეს ტესტი უნდა გაიაროს და დააკმაყოფილოს პირობა. აი ჩავსვათ აბა f/8, 11/7, 256 როცა გამოვაკლებთ ამათ ნამბრებს, ის აუცილებლად დადებით პასუხს მოგცემს და დააკმაყოფილებს ამ პირობას. ანუ ერთი წყვილი არის აი ეს. რაც შეეხება მეორე წყვილს, ნახოთ, n-ი შემდეგი n-ი ეს იქნება 22 და m-ი იქნება 12-ის ტოლი. ეს 11 შეიკვეცება და ეს არის 12. თუ ყველაფერი მარტივად და სწორად გამოთვალეთ, შესაბამისად ჩავსვათ 12/8 არის 96 და 96-ს დავუმატოთ 7/22, ეს არის 140 და 154 და მან არ უნდა გადააჭარბოს 256-ს. ეს ესეთი არ არის ლამაზი ნაწერი, მაგრამ არ აქვს სახელმწიფო ამას 0.914 ერთს დავიმახსოვრებ და 250. ანუ ფაქტობრივად და 256-ს გამოკლებული 250 არის 6, დადებითი 6. ამიტომაც მეორე წყვილიც აკმაყოფილებს ჩვენს პირობას. აი ეს ორი იქნება შესაბამისად ის m და n ნატურალურ რიცხვთა წყვილები, რომელიც მოცემულ ტოლობას აკმაყოფილებს. ეს იყო ბოლო ამოცანის ამოხსნა. და მინდა რომ ორი სიტყვით ვთქვა, ზოგადად მეორე ვარიანტზე იყო
საშუალო სირთულის გამოცდა, მეც კი დამჭირდა დაფიქრება, რომ იმეღო შესაბამისი პასუხები, თუმცა იყო მთელი რიგი კითხვების ერთგულიანებში, რომ ატარებდა ბონუს ხასიათს და ძალიან მარტივად შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო. წარმატებებს გისურვებთ და თუ კი იქნება სურვილი, პირველი ვარიანტით შემიძლიათ რომ შემოგთავაზოთ დროებით და წარმატებით.